ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, რა თქმა უნდა, გისურვებთ კარგ დღეს. წარმატებას და რავი, ნახდად გამიხარდება, როცა ვიგებ ნებისმიერ წარმატებულ ადამიანს, რომელმაც თავის თავზე, თავის თქვათ, რაღაც მიზნებს, თავის ოცნებას მაგალითად რაც ჰქონდა, ის განახორციელა, შექმნა და რაც ყველაზე მთავარია, გაიმარჯვა სიზარმაცეზე. ეს რაც შეეხება სურვილებს და დღევანდელ დღეს მინდა ვისაუბრო სასულიერო პირზე. ხედავ რომ მისგან მოხიბლულებს ვამჩნევ რა აი მოიხიბლა და რაც ყველაზე მთავარი არის მე რა დავაფიქსირე უბრალოდ. ოპოზიციური ტელევიზიებიდან რომელიც თქვათ მთავრობის მოწინააღმდეგე არის და ასე შემდეგ იქ ჩანს ჯგუფი სასულიერო პირების, რომელთან დაკავშირებითაც მე ვიდეო ჩავწერე უკვე და მეორე მხარე ეს რომელიც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მით უმეტეს ჩემთვის რას აკეთებს იცით რუსულ კანალზე აი რუსეთიდან ვინც თქვათ იქით მიყვართ რომ აი ევროპა დაღუპულია და გავნადგურდებით და ასე შემდეგ აი იქ მათ YouTube გვერდებზე ბატონო Facebook-ზე და თვითონ ტელევიზიაშიც ხო ჩდება სასულიერო პირი მამა არჩილ მინდიაშვილი არის ესეთი სასულიერო პირი სხვათა შორის ისტორიას რო გადავხედოთ დიდი ხანია ეს სასულიერო პირი ეკლესიაში არის უკვე მე მგონი 80-იანი წლებიდან და ყველაზე მთავარი რა არის იცით ეს კაცი იკვეხნის ანუ ამითაც ხიბლავს ხალხს რომ ზვიად გამსახურდიას გვერდში მდგომი იყო. და სხვათა შორის მთავრობაში, რომელიც ჩემთვის გაურკვეველია პირადად უდელს რა უნდა საერთოდ ანუ პარლამენტში, მას მისი სასულიერო პირობას თვითონ უგრძალავს, ანუ პოლიტიკაში მას არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს. რაღაცა თქვათ ორთოდოქსული იმით რაღაც სახარებისეული კუთხებით რომ მივდგეთ თვითონ ქრისტე გვეუბნება რომ ჩემი მეუფება არ არის ამ ქვეყნიური რა აქაური არ არის ჩემი მეუფება. ხო და რატო უნდა თქვათ სასულიერო პირი რომელიც თქვათ პოზიციონირებდეს ქრისტედან გამომდინარე და მისი სწავლებიდან გამომდინარე რატო უკავშირდება ეს ადამიანი თქვათ პოლიტიკურ თქვათ ჯგუფს რომელიმეს ან ვიღაც ავტორიტეტს არა ამას მნიშვნელობა ეს იქნება თქვათ მთავრობიდან თუ რაღაცა კიდე სხვა ჯგუფებიდან ხო მაგრამ კაი, ამას თავი დავანება, თქვათ, ამაზეც თვალი დავხვეჭოთ, ქვეყანას უჭერს ბატონო, ასეთ მდგომარეობაში ვარ და ეს კაცი იქ რაღაც პარლამენტში იყო. რა თანამდებობა ეკავა, ნახდად არ ვიცი, მაგრამ ინტერნეტში არის მისი გამოსვლები, სადაც ის პარლამენტში სიტყვით გამოდის. ეხლა უყურეთ რა ხდება. საქართველოს მასას საზოგადოება, რომელიც მაგალითად პატრიოტულ მოტივებს, არაქრისტიანულს. ანუ ამას ვაკონკრეტებ პირდაპირ ეს ვისაც უნდა ეწყინოს, ვისაც უნდა გაბრაზდეს, ეს ამას მე ვერავინ ვერ დამემტკიცებს, რომ ერი, რომელიც იძახის, რომ მე ვარ ქრისტიანი, მე ვარ პატრიოტი, ეს საერთოდ სხვადასხვა გაგება არის ერთმანეთისგან. იმიტომ რომ ქრისტეზე ერების მიხედვით, კანის ფერის მიხედვით არ აქვს დაყოფილი ადამიანები. და აი ეს მიმართულება ვისაც მოსწონს, აი საქართველოს ჩვენი დროშა ჩვენი გამარჯვება, ჩვენი დიდება, ჩვენი წარსული, ჩვენი მეფეები და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველა გეტყვის, რომ ხო, აი მერაბ კოსტავა მაგალითად და ზვიად გამსახურდია, საერო საქმეს ემსახურებოდა. და ეს მთავრობა, რა თქმა უნდა, რომ დაემხო, ეს რევოლუცია რაც მოხდა და ქალაქის ომი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მტერმა დაგეგმა. ანუ მტერში მოიაზრება არის იქაც ჰიბრიდები, რომლებიც მაგალითად რუსეთს ვერ იძახის და არის მეორე რომელიც ხო რუსეთს იძახის აი პირდაპირ მაგრამ სხვა მტრებს ვერ ხედავს მაგალითად ამაში მე გულისხმობ თქვათ თურქეთს თქვათ შეიძლება რაღაც ნაწილი საფრთხე არის თქვათ აზერბაიჯანის კუთხიდან ამას დრო გამოაჩენს ეს სხვა თემა არის თუ ცოცხალი ვიქენი იმ დროისთვის მე ჩავწერ მაგაზე ვიდეოს და უყურეთ ახლა რა ხდება აი ამ ადამიანების თქვათ მოხიბლვით დაკავებული ჩვენი არჩილ მინდიაშვილი რომ აი ვიდეოებიც არის იქ რომ აი მე ზვიად გამსახურდიას ურჩიე და რაღაცა უთხარი და ასე შემდეგ მე მაინტერესებს ეს კაცი სად იყო როდესაც მაგალითად მოხდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა
ჩვენ ხო ვიცით ვინ მიიღო ამაში მონაწილეობა და სხვათა შორის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ზვიად გამსახურდიასი როგორც მოიაზრებოდა თქვათ იქ შევარდნაძე რა თქმა უნდა ეს მთავარი ფიგურა იყო რომელმაც ეს ყველაფერი ეს ბიძგები დაიწყო იქ იყო ასევე შემსრულებლები ბატონო კიტოვანი ჯაბა იოსელიანი ბატონო და სიგუა და ასე შემდეგ კიდე ჩამონათვალში ძალიან ბევრი ხალხია ეს ისიც რა ქვია ელდარ შენგელაიები და ასე შემდეგ ეხლა უყურეთ რა ხდება ამ ხალხს სხვათა შორის ჯაბა იოსელიანს აქვს წიგნი დაწერილი სამი განზომილება წიგნი რომელიც აუცილებლად ვამბობ ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს ეს წიგნი და რატომ ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი წიგნი რომელიც პირდაპირ აჩვენებს რომ ჯაბა იოსელიანი იყო დაბერბორკებული გადაბირებული აგენტი კგბ-ს რა თქმა უნდა რომელიც შეამჩნიეს ხო ეხა კი ადრე კანონიერი ქურდი იყო ბატონო მაგრამ მისი ნიჭი აი ამ ბოროტების მიმართულებით სპიერებაში და ასე შემდეგ სისტემამ შეისწავლა ბატონო და გადაიბირეს ეს კაცი და მერე იყო ეგ რომ ის გახდა რა ქვია სცენარების წერა დაიწყო ბატონო და თეთრი კოსტუმი ბატონო და ასე შემდეგ ხო და ამიტომ მე ვამბობ იმას რომ ეს კაცი გადაიბირეს და ამ კაცმა დაწერა წიგნი სამი განზომილება და ამ წიგნში არის მოთხრობილი აბსოლუტურად ყველა ჩამონათვალი კრიმინალური ავტორიტეტიდან დაწყებული სასულიერო პირით დამთავრებული და მსახიობებით და ასევე კიდე სხვა იმ შემადგენელი ჯგუფის ნაწილები რომელიც მაგალითად დღეს ვიღაცეები იქ პოსტებს დებენ რა საყვარელი ადამიანი იყო და რაღაცა და არა პირდაპირ საქართველოს გაყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ეს ყველაფერი არის ჩამოწერილი და მე გავიხსენებ ესეთ მომენტს რომელიც იმ წიგნში არის მოთხრობილი ამ თემებზე სხვათა შორის საუბრობდა ბერი ექვთიმე მერთმა აცხონოს მისი სული როგორც ვიცი ის კელია დაიწვა შიგნით მე მგონი მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანი მოიშორეს იმიტომ რომ სიმართლეებს იძახდა ხოლმე და სხვათა შორის ეს საქმის გამოსაძიებელი არის კარგად რომ ამ ადამიანს რა მოუვიდა ესეც დაინტერესდით მე სახელ და გვარს გავიხსენებ და დავწერ მე კომენტარში აუცილებლად ვისაც აინტერესებს რა თქმა უნდა რომ ვინ იყო ეს სასულიერო პირი და უყურეთ ეხლა რა ხდება აი მომენტი იმ დღის როდესაც მაგალითად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო და სუფრა სად იყო გაშლილი აბა თუ მიხვდებით ეხლა სად იყო ეს სუფრა გაშლილი სადაც მაგალითად კიტოვანიც იჯდა ბატონო და ჯაბა იოსელიანიც და ერთად აღნიშნავდნენ ბატონო და ედუარდ შევარდნაძეც სხვათა შორის იქ იყო იმ სუფრაზე ანუ მოკალათებული რა და ამ გამარჯვებას ერთად აღნიშნავდნენ ეს იყო სიონის საპატრიარქოში ბატონო ეს სუფრა იყო იქ გაშლილი მეუფე დანიელი იყო ბატონო თამადა სადგრძელოებს იძახდა და ასე შემდეგ და ჯაბა იოსელიანს აქვს ესეთი რაღაცა ნათქვამი გადაწყდა რომ ედუარდ შევარდნაძე უნდა მოინათლოს პატრიარქმა თქვა ეს ილია მეორემ და უყურე რას ამბობს ჯაბა იოსელიანი თავის ჩანაწერში რომ გულში გავიფიქრეო მეო ნათლიადაც არ დაუდგები ასეთ არაწმინდა ადამიანსო რა და ესეთ რაღაცას ამბობს რომ ამის მონათლა როგორ შეიძლებაო რა ანუ აი ესეთ რაღაც მიმართულებას აძლევს და მე უარზე გავედიო ანუ მე უარი ვთქვიო რომ მისი ნათლია ვიქნებოდიო რა და მე შევარდნაძე ვინ მონათლა ხო იცით ეხლა არ გინდათ ეს რაღაცა თქვათ აზრების გამოხატვა იმაზე რომ აი იწამა და რაღაცა იცით რა არის როდესაც შენ პაპატიად გენაცვალე, მაგრამ გაეთხრიათ აქედან. სულ ინფორმაციებს ნუ აქცელებ. ეგე